სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ნახოთ რას გვეუბნება დღევანდელი სიტყვა, ღვთის სიტყვა წმინდა წერილიდან. 10 კეთროვანი კაცი განკურნა უფალმა, რომელიღაც დაბას მიუახლოვდა და სანამ შევიდოდა, ასეა ზუსტად დაწერილი, სანამ შევიდოდა ამ დაბაში, დაბის სოფლის გარეთ იყვნენ ეს კეთროვანი ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ ეს კეთროვანი ადამიანები, რადგან ისინი გარიყულები იყვნენ, არ შეეძლოთ სოფელში ცხოვრება, არც სახლში შესვლა, რაღაც ცხოვრობდნენ სოფლის გარეთ და რომ დაინახეს უფალი, გაეგოთ იესოს შესახებ, ყირიან შორიდან მოძღვარო იესო შეგვიწყალენ ჩვენ და უფალმა რომ დაინახა ისინი შეებრალა, რა თქმა უნდა და უთხრა წადით და უჩვენეთ თქვენი თავი მღვდლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რასაც ეუბნება უფალი. წადით და უჩვენეთ თქვენი თავი მღვდლებს და გაიქცნენ ესენი. მღვდლები სად იყვნენ? იერუსალიმში. ტაძარში უნდა მისულიყვნენ და ტაძარში იყო ის მღვდელი, ექიმი მღვდელი, ვისაც უნდა შეემოწმებინა ისინი. კეთრისგან განიკურნენ თუ არა. ამიტომ ეუბნება უფალი, წადით. და გაიქცნენ და გზაში რომ გარბიან ნახეს რომ განიკურნენ, აღარ აქვთ კანი, იმიტომ კეთრი ლებრა ხო ბერძნული სახით, ლეპროს ნიშნავს ქერცლიანს. და ნახეს რომ ხელზე აღარ აქვთ ეს კანი, დამსკვდარი ეს ქერცლი კანზე. და ერთი მხოლოდ მოტრიალდა, მოვარდა უფალთან, დავარდა, ადიდებდა ღმერთს რომ ორბის უფლისაკენ და დავარდა მის ფეხით და მადლობას უხდიდა მას და უფალმა კითხა რომ ის დანარჩენი 9 სად არიან? ისინი ხომ განიკურნენ და ვერ იპოვეს იმდენი მადლიერება თავის თავში რომ მობრუნდნენ და დიდება შესწირონ მათ გამკურნებელს ღმერთს. მხოლოდ ეს უცხოტომელი მოვიდა. ეს უცხოტომელი ვინ იყო? სამარიელი. იუდეველიც არ იყო, ებრაელიც არ იყო ეს კაცი, ის 9 კი იუდეველები და ებრაელები იყვნენ. უმადურება ისრაელს ის დიდ ნაწილს ამ დროს ჭირდა უმადურება. ისინი უფლისგან იღებდნენ სასწაულებსაც, კურნებასაც, მაგრამ თვითონ უფალი მადლიერებით მათ არ მიიღეს და ამიტომ დაიღუპა დიდი ნაწილი მათი. მაგრამ ამას აქვს ძალიან ღრმა მნიშვნელობა, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია, გესმით? აი უფალი რომ ეუბნება წადით და უჩვენეთ თქვენ თავი მღვდლებს, ამიტომ ეუბნება რომ ისინი რომ ნახავენ განკურნებულ კეთროვანებს მღვდლები ტაძარში, უნდა მიხვდნენ რას? რომ მესია მოვიდა ესე. ესე იგი მაშიახი, ასე რომ ქრისტე ესე იგი მოვიდა, რახან კეთროვანები განიკურნენ, იმიტომ რომ მოსეს დროიდან მოსეს ხორობდა ქრისტემდე როდის 16 საუკუნით ადრე. მოსეს დროიდან ქრისტემდე არ ახსოვდა ისრაელს რომ კეთროვანი განკურნებული. მაგრამ მათ იცოდნენ რომ ქრისტე როცა მოვა, მხოლოდ მას შეუძლია კეთროვნების განკურნება. კეთრი საერთოდ რა არის? ლებრა რა დაავადება არის? ძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც ბაქტერიები იწვევენ და ანადგურებს კანს, კუნთებს, ძვლებამდეც კი ჩადის. ძალიან რთული განსაკურნავი, დღესაც კი ძალიან რთული სამკურნალოა ლებრა, თუმცა დღეს უკვე შველიან, მაგრამ მაშინ ეს ნიშნავდა ნელ სიკვდილს. თუ კეთრი ლებრა ჰქონდა ვისმეს. და აი ამ სიკვდილისგან ხსნა ვის შეეძლო? მხოლოდ იესო ქრისტეს. მხოლოდ როცა მოვიდოდა მესია იესო ქრისტე, მას შეეძლო ხსნა და ქრისტე ეუბნება წადით და უჩვენეთ ტაძარში თავი თქვენი მღვდლებს, მღვდლები უნდა მიმხვდარიყვნენ რომ მოსულია უკვე. რადგან როცა კეთრი დაემართებოდა ხოლმე ადამიანს, ტაძარში აღრიცხული იყო ის კაცი. ძალიან სიმკაცრე იყო რომ ვინ არის კეთროვანი ამ სოფელში, ამ ქალაქში, ტაძარში უნდა მისულიყო, თავი ეჩვენებინა და მღვდელი დააფიქსირებდა რომ ეს არის ავადმყოფი კაცი. ძალიან სიმკაცრე და იცოდნენ ეს რომ ძალიან საშინელი დაავადება იყო და ნახავდნენ რომ ეს ხალხი აღრიცხული ხალხი, სტეული ხალხი მოვიდა სუფთა განკურნებული, უნდა მიმხვდარიყვნენ რას? რომ ქრისტეა ჩვენ შორის უკვე აქ არის. აბა სხვას ვის შეუძლია ამის გაკეთება. და გარდა ამისა, ნახეთ მოსეს ჯგუფში, აი 1600 წლით ადრე, მოსე მისცა მათ წესი, როგორ უნდა მოქცეოდნენ კეთროვანებს. წარმოიდგინეთ, აი ამ წესში, აი ამ კეთროვანთან მოყრობის წესში არის წინასწარმეტყველება ქრისტეზე.
აი ეს მინდა მე გაჩვენოთ, ადრე მე გითხარით, მაგრამ უფრო სრულყოფილად მინდა დღეს გაჩვენოთ ეს წინასწარმეტყველი. წერია რომ თუ იმეს კეთრი დაემართება, ანუ მოსე აძლევს მათ თორაშია. ამ სამარიელმა რატომ მოbrუნდა და რატომ უთხრა მადლობა ქრისტეს? რომ სამარიელებსაც ჰქონდათ ეს მოსეს 5 წიგნი და ლევიანთა მე-14 თავშია ეს რჯულის ეს წესი. ამ სამარიელმა იცოდა რომ ასე უნდა გაეკეთებინა და მოbrუნდა და მადლობა გადაუხადა მას. და რა წერია მოსეს რჯულში? წარმოიდგინეთ, დაუფიქრდით ამას. 16 საუკუნით ადრე აძლევს მოსე ამ წესს, რომელიც წინასწარმეტყველებს ვიზე? იესო ქრისტეზე, იმაზე რაც შემდეგ მოხდა. თუ ვინმესო კეთრი დაემართებაო, მივიდესო მღვდელიო, შეამოწმოს სახლიო და თუ სახლში ატყობს რომ იქაც ინფექცია გავრცელებულია, ჩამოანგრიონ, ჩამოფხიკონ, ну ეს წესებია, როგორც უნდა გაასუფთავონ სახლი მთლიანად, 7 დღე დაელოდოსო, 7 დღე, 7 დღის მერე შევიდესო და თუ ნახავსო რომ არაფერი ინფექციის სახლს აღარ ეთყობა, ყველა ნივთები უნდა გამოეტანათ, ყველაფერი გაიცნობ. თუ 7 დღის შემდეგ შევიდა და ნახა რომ ინფექცია სახლში აღარ არის, თან ეს მღვდელი ექიმიც იყო თან, ცნობილი ამ ავადების, მაშინო მადლობა უნდა შესწირონ ღმერთს, რომ ღმერთმა სიკვდილისგან იხსნა ეს სახლი. გესმით? და ასეთი წესი უნდა შეასრულოსო. აიყვანოსო 2 ჩიტიო ამ მღვდელმა. ეს არის ამით მსხვერპლშეწირვაა და თან უნდა განწმენდა ამ სახლის, რომ განიკურნა, გადარჩა, ღმერთმა გადაარჩინა ეს სახლი, აღარ გავრცელდა ლეპრა, ანუ კეთრი. და 2 ჩიტი აიყვანოსო, სამსხვერპლო 2 ჩიტი, აიღოსო სასხურებელი ნაძვის ტოტი, უსუპი, რითაც ასხურებდნენ ხოლმე წყალს, აიღოსო წითელი ძაფი, რითიც ცოდვათა შენდობა ხდებოდა, წითელი მეწამული ძაფი, აიღოსო ეს ერთი ჩიტიო და ანკარა წყაროს თავზე, სადაც წყარო მოდის, ანკარა წყაროს თავზე დაკლასო ერთი ჩიტიო და ამ თიხის ჯამში მისი სისხლი დააგროვოსო. შემდეგო აიღოსო ეს დაკლული ჩიტის სისხლი და ანკარა წყალიო და ეს ასხუროსო სახლსო. ეს სისხლი და ეს წყალი. და ამითი განწმინდოს ეს სისხლი და წყალიო. სისხლი და წყალი სად გვახსოვს ჩვენ ქრისტიანებს? როცა ჯვარცმის დროს სისხლი და წყალი განმოვიდა უფლისგან, გესმით და სიკვდილისგან გვიხსნა ჩვენ ამ სისხლმა და წყალმა. და 1600 წლით ადრე ეუბნება რომ ლეპრასგან რო გადარჩება სიკვდილს ვინმე სისხლი და წყალი ასხურეთ ამ სახლს ნიშანი იმისა რომ მოვა როდესღაც ის ვინც გადაგვარჩენს სულიერ სიკვდილს გესმით? მთავარი რა არის? შემდეგ ეს მეორე ცოცხალი ჩიტიო ამ სისხლში ამოავლოსო და რა უკნასო ზეცაში გაუშვასო. რომ ეს სისხლი წაიღოს ამ ჩიტმა ზეცაში ესაცაა სიმბოლური ისი რომ ქრისტე რომ აღდგა მკვდრეთით ეს მსხვერპლი ჯვარცმის მსხვერპლი სად აიტანა? ზეცაში აიტანა. რომელსაც პავლე მოციქული ამბობს რომ მანო ტაძარში კი არ შეიტანა ეს სისხლიო, ზეცაში შევიდაო, ცაში და იქ აიტანა ეს სისხლიო. გესმით რომ იმ კეთრის სიკვდილისგან კი არა, სულიერი სიკვდილისგან გვიხსნა ქრისტემ და როგორც ის ზეცაში ავიდა ამაღლების დროს და საკუთარი მსხვერპლის სისხლი აიტანა ზეცაში, ამ ჩიტსაცო ამოაწობსო იმ მეორე მკვდარი ჩიტის. იმიტომ რომ ქრისტე ხომ კაცობრივი ბუნებით მოკვდა, მაგრამ ღვთაებრივი ბუნებით ის ხო უკვდავია, ამიტომაც აღდგა მკვდრეთით. ეს ორი ჩიტიც ამას განასახიერებს. ერთი მოკვდა, როგორც ქრისტე კაცობრივი ბუნებით მოკვდა, მეორე ცოცხალია და ამან ეს სისხლი წაიღო ზეცაში, მღვდელმა უნდა გაუშვას ცაში ეს ჩიტიო. ეს არის წესიო, რომელიც კეთრისგან გადარჩენის დროს უნდა შესრულდეს, რომ ახსოვდეთ ეს რომ ხსნელი ჯერ არ მოსულა, ვინც ნამდვილი სიკვდილისგან გადაარჩენს, მარადიული სიკვდილისგან ვინც გადაარჩენს მათ. ხედავთ, როგორ აი ამ ერთ მსახურებაშიც კი, რომელიც კეთროვანის წესს განასახიერებს, განკურების წესს, ქრისტეზეა წინასწარმეტყველი. ეს არის ერთ-ერთი იმ 300-დან, რომელიც ძველ აღთქმაში ითქვა ვიზე? იესო ქრისტეზე. რომელიც ჩვენ ვიხილეთ ახალ აღთქმაში. ესმით? აი ამიტომ უნება ქრისტე, სად არიან ის 9? ამათ არიციან ეს რჯული?
სად არიან რატომ არ მოვიდნენ სამადლობელად რომ აქ არის მოსული ის ვინც სიკვდილისგან გადაგარჩენ თქვენს და კიდევ მრავალ ადამიანს მის მორწმუნეთაგან. აი ამაში გამოიხატებოდა ის მადლიერება, ის სამადლობელი, რომელიც ჩვენც უნდა გვესმოდეს რომ მადლიერნი ვიყოთ ღმერთის, მამა ღმერთის, რომ მან მოავლინა მისი ძე და გადაგვარჩინა სულიერ სიკვდილს და მოავლინა სული წმინდა, რომელიც გვასწავლის როგორ ვიცოცხლოთ რომ საქმე ვიყოთ მას. ამინ. ჩვენთან არსხმე.